როდესაც თანამედროვე ადამიანებმა აფრიკა დატოვეს, მანამდე ნეანდერტალელები უკვე ცხოვრობდნენ ევროპასა და აზიაში. ისინი ასობით ათასი წლის განმავლობაში გადაურჩნენ საშიშ მტაცებლებსა და უზარმაზარ ცხოველებს შორის. ადრეული ნეანდერტალელები დაახლოებით 430,000 წლის წინ გამოჩნდნენ იბერიაში, Homo heidelbergensis-ისგან წარმოშობით. ხოლო ნამდვილი ნეანდერტალელები ევროპაში დაახლოებით 300,000 წლის წინ ჩამოყალიბდნენ. ისინი თანამედროვე ადამიანებზე დაბლები იყვნენ, საშუალოდ 1,65 მეტრი. თუმცა ძალზე კუნთოვანი აღნაგობა ჰქონდათ. მათი წონა საშუალოდ 70-დან 80 კილოგრამს შეადგენდა. გამოირჩეოდნენ ფართო მხრებით, ძლიერი კიდურებითა და ყრივი ძვლებით. ნეანდერტალელები ამზადებდნენ მოწინავე ქვის იარაღებს, მათ შორის ბასრ შუბის პირებსა და დანებს. გერმანიაში შიონინგენში აღმოჩენილი ხის შუბები 400,000 წელზე მეტი ასაკის აჩვენებს, რომ ისინი იყენებდნენ როგორც სასროლ შუბებს, ისე ახლო ბრძოლისთვის განკუთვნილ შუბებს ქვის პირებით. ამ იარაღებისა და მათი ფიზიკური ძალის ერთობლიობა ნეანდერტალელებს ძალზე საშიშ მონადირეებად აქცევდა. ნეანდერტალელები ბინადრობდნენ ევროპასთან, ცენტრალურიდან დასავლეთ აზიამდე გადაჭიმულ ტერიტორიებზე, რეგიონებში, რომლებიც მდიდარი იყო ველური ცხოველებით. მათი ძვლოვანი ნაშთები ხშირ დაზიანებებს ავლენს, რაც ახლო დისტანციიდან ნადირობაზე მიუთითებს. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 124 ნამარხს მოიცავდა, აჩვენა, რომ დაზიანებების 36% დათვებს უკავშირდებოდა, 21% დიდ კატებს, ხოლო 17% გლებს. მრავალი ჭრილობა, ბრჭყალებისა და კბილთა ნაკვალევი იყო და ხშირად სასიკვდილო შედეგით მთავრდებოდა. მტაცებლები ნეანდერტალელებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი მღვიმის ლომები. ისინი თანამედროვე ლომებზე დაახლოებით 25%-ით უფრო დიდები იყვნენ. მამრები იწონიდნენ 150-დან 250-მდე კილოგრამს, ხოლო ზოგიერთი ინდივიდი 300 კილოგრამსაც აღწევდა. ეს მტაცებლები ნადირობდნენ გარეულ ხარებ ბიზონებზე, ცხენებსა და ირმებზე და ზოგჯერ ახალგაზრდა მამონტებსა თუ ბეწვიან მარტორქებზეც. არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელები ზოგჯერ თავად ხდებოდნენ ამ ცხოველების სხვებლი. ზემოთ ხსენებულ ნიმუშში 26 თავდასხმა მიეწერება დიდი კატების ჯგუფს, ფელიდებს, რომლებიც როგორც წესი უკნიდან ესხმიან ნადირს და მიზანში იღებენ თავს, კისერსა და მხრებს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, თითქოს ნეანდერტალელები თავად ნადირობდნენ მღვიმის ლომებზე. გერმანიაში აღმოჩენილი დაახლოებით 48,000 წლის წინანდელი მღვიმის ლომის ნამარხზე დაფიქსირებულია ნეკნის დაზიანება, რომელიც შეესაბამება ხის შუბით მიყენებულ სასიკვდილო დარტყმას. ეს შესაძლოა ადამიანების მიერ დიდი მტაცებლების ნადირობის, ხვადირობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებაც კი იყოს. მსგავსი ქცევა ცნობილია სამხრეთ ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობაშიც, რომლებიც იაგუარებზე ხის შუბებით ნადირობდნენ. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ნეანდერტალელები მღვიმის ლომებს ტყავსაც აძრობდნენ, უკვე 190,000 წლის წინ. ამას ადასტურებს ფალანგებზე აღმოჩენილი ჭყილობის კვალი, რომელიც მიუთითებს მცდელობაზე, რომ ტყავი მთლიანად შეენარჩუნებინათ. სავარაუდოდ მღვიმის ლომებზე ნადირობა მიზნად ისახავდა როგორც საკვების მოპოვებას, ასევე რესურსებზე კონკურენციის შემცირებას, განსაკუთრებით გამოქვაბულებსა და ნადალზე. მღვიმის ლომები ერთადერთი საფრთხე არ იყვნენ. ბოლო გამყინვარების პერიოდში ევროპაში დიდი ზომის ლეოპარდებიც ბინადრობდნენ, თუმცა მათთან ურთიერთქმედების მტკიცებულებები შეზღუდულია. ასევე არსებობდნენ ვეფხვები იმ რეგიონებში, სადაც ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, მათ შორის კასპიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებსა და ციმბირშიც კი. ეს ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებს ვეფხვებთან შეხვედრა სავარაუდოდ არაერთხელ ჰქონდათ. თუმცა ვეფხვები განსხვავებულად იქცეოდნენ. ვეფხვები ცნობილია იმით, რომ დღემდე ჩუმად და მიზანმიმართულად ნადირობენ ადამიანებზე. ამიტომ მარტოხელა ნეანდერტალელები მათთვის იოლი სამიზნეები იქნებოდნენ. ნეანდერტალელები ასევე შეხვდნენ ევროპულ იაგუარს, რომლის წონა დაახლოებით 210 კილოგრამი იყო. ეს მტაცებელი თანამედროვე იაგუარებზე გაცილებით დიდი ზომის გახდათ. მეგაფაუნაზე ნადირობდა და დაახლოებით 300,000 წლის წინ გადაშენდა. ანუ ნეანდერტალელებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაარსებობდა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში კატა იყო ჰომოთერიუმ, ზოგენანთე მახვილკბილა კატა. მას ჰქონდა მოხრილი ეშვები, რომლებიც 15 სანტიმეტრამდე სიგრძის იყო და სავარაუდოდ არტერიების გადასაჭრელად იყენებდა. მისი წონა 150-დან 250-მდე კილოგრამს აღწევდა და შედარებით პატარა ინდივიდებიც კი ნეანდერტალელების უმეტესობაზე ბევრად მძიმე იყვნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა ადვილად დაემარცხებინათ ადამიანი. ნეანდერტალელების საცხოვრებელ არეალში
სულ მცირე 5 სხვადასხვა სახეობის სასიკვდილო დიდი კატა ბინადრობდა. ღვიმის ჰიენებიც არანაკლებ შემზარავნი იყვნენ. ისინი თანამედროვე ლაქებიან ჰიენებზე დაახლოებით 20% დიდები იყვნენ და 80-დან 100-მდე კილოგრამს იცონიდნენ. მათი ძლიერი ყბები დიდი ძვლების დამტვრევასაც კი ახერხებდა. ჰიენების კბილთა კვალი აღმოჩენილია ნეანდერტალელების ძვლებზე, ხოლო ისეთი ადგილები, როგორიცაა ლა-შაპელ-არსენი და ელ-სიდრონი, შეიცავს ძლიერად დამუშავებულ ნაშთებს, რაც მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები ზოგჯერ თავად იქცეოდნენ ღვიმის ჰიენების საკვებად. ორივე სახეობა ერთსა და იმავე ნადალზე ნადირობდა და გამოქვაბულებს იყენებდა, რაც მათ შორის დაპირისპირებას გარდაუვალს ხდიდა. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრება განსაკუთრებით იღბლიანი გვეჩვენება, როდესაც ისეთ ცხოველებს გავიხსენებ, როგორც იყო მღვიმის დათვი, გიგანტური სახეობა, რომელიც ევროპაში თანამედროვე ადამიანების გამოჩენამდე არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი კვების რაციონის დიდი ნაწილი მცენარეული იყო, ფესვები, თხილეული, ხილი და ფოთლები, ისინი უკიდურესად საშიშნი იყვნენ. მამრი მღვიმის დათვები 350-დან 600-მდე კილოგრამს იწონიდნენ და ფეხზე დგომისას დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეს აღწევდნენ. მათი მასიური ქალა, გრძელი ეშვები და ძლიერი ბრჭყალები ნებისმიერი შეხვედრას სასიკვდილოდ აქცევდა. 124 ნეანდერტალელის კვლევაში აღმოჩნდა, რომ დაზიანებების 36% დათვებთან იყო დაკავშირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა მტაცებელს შორის. ნეანდერტალელები, ღვიმის დათვები და სხვა დათვების სახეობები ერთსა და იმავე გამოქვაბულებს იყენებდნენ, რაც ხშირ დაპირისპირებებს იწვევდა. არქეოლოგიური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელები ზოგჯერ თავადაც ნადირობდნენ ღვიმის დათვებზე, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა რიო-ზეკო, იტალიაში. სავარაუდოდ ისინი თავს ესხოდნენ ზამთრის ძილის პერიოდში. თუმცა, რადგან ჰიბერნაცია სრულ ძილს არ ნიშნავს, დათვები შესაძლოა გამოფხიზლებულიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ, რაც ამ ნადირობას უკიდურესად სახიფათოს ხდიდა. მრავალი ნეანდერტალელი მძიმე დაზიანებებს იღებდა დათვებთან შეტაკებისას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ შეხვედრების რისკს. მგლები კიდევ ერთი მუდმივი საფრთხე იყვნენ. ნეანდერტალელები და მგლები 100,000 წლის განმავლობაში იზიარებდნენ ერთსა და იმავე ნადალსა და ტერიტორიებს, რაც ხშირ კონფლიქტებს იწვევდა ლეშებსა და გამოქვაბულებზე. ნეანდერტალელების დაახლოებით 17%-ს აღენიშნებოდა მგლების თავდასხმით გამოწვეული დაზიანებები. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, მგლებს მომავალში ადამიანებთან უნიკალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. საბოლოოდ სწორედ ისინი გახდნენ თანამედროვე ძაღლების წინაპრები. მიუხედავად იმისა, რომ მტაცებლები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ბალახის მჭამელები გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას ქმნიდნენ. ნეანდერტალელები ძლიერი იყვნენ დამოკიდებული ნადირობაზე და მათი კვების რაციონი მდიდარი იყო ცხოველური პროდუქტებით. მათ ხშირ ნადალს წარმოადგენდა ირემი, წითელი ირემი და გამყინვარების ხანის ცხენები. ასევე უროქსები, თანამედროვე საქონლის ველური წინაპარი. უროქსები შესაძლოა 1000 კილოგრამამდე იწონიდნენ და მათ სასიკვდილო რქები ჰქონდათ. ეს სახეობა შუა საუკუნეებამდე გადარჩა. უკანასკნელი დადასტურებული უროქი 1627 წელს პოლონეთში მოკვდა. ნეანდერტალელები ასევე ნადირობდნენ მეგალოცეროსზე, იგივე ირლანდიურ ირემზე, რომელიც ოდნავ აღემატებოდა თანამედროვე ლოსს. ეს ცხოველი ცნობილია თავისი უზარმაზარი რქებით, რომლებიც 3 მეტრამდე სიგანეს აღწევდა. ყველაზე დიდი რქები, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად საშიშნი არიან თანამედროვე ლოსები, დიდი ალბათობით ეს ცხოველები ნეანდერტალელებს ხშირად აზიანებდნენ. კიდევ ერთი უკიდურესად საშიში ნადავლი იყო ბეწვიანი მარტორქა. ცხოველი, რომელსაც დღეს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. თუმცა ნეანდერტალელების გამყინვარების ხანის სამყაროში იგი ერთ-ერთი მთავარი და სახიფათო არსება იყო. ბეწვიანი მარტორქა იყო გიგანტური და თვალწამტაცი ცხოველი, რომელიც მოგვიანებით ადამიანის ღვიმის ხელოვნებაშიც არის გამოსახული. მისი წონა 1500-დან 3000 კილოგრამს აღწევდა და მას ორი რქა ჰქონდა, რომელთაგან წინა რქა 1 მეტრამდე სიგრძის იყო. მიუხედავად მისი მასშტაბებისა და უკიდურესი საფრთხისა, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები მასზე ნადირობდნენ, ან მაინც მის ნარჩენებს იყენებდნენ. ჯერსის ერთ-ერთ არქეოლოგიურ ადგილას აღმოჩენილი ბეწვიანი მარტორქის ნაშთები, რომლებიც ნეანდერტალელების ქვის იარაღებთან ერთადაა ნაპოვნი, მიუთითებს შესაძლო კლდიდან გადაგდების ნადირობის მეთოდზე. თუმცა ეს ჰიპოთეზა დღემდე სადავოდ რჩება. ევროპის მასშტაბით არსებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელები მაინც მოიხმარდნენ ბეწვიან მარტორქას საკვებად. მათ გავრცელების არეალში ცხოვრობდნენ შედარებით მცირე ზომის სახეობებიც, როგორიც იყო მერკის მარტორქა და ვიწრო ცხვირა მარტორქა, დაახლოებით 1800 კილოგრამი.
თუმცა მათზე აქტიური ნადირობის მტკიცებულება ნაკლებად მოიპოვება. ნეანდერტალელთა სამყაროს ყველაზე ხატოვანი ცხოველი კი ბეწვიანი მამონტი იყო. აზიური სპილოს ნათესავი, რომელიც სიმაღლეში 3 მეტრს აღწევდა და 4000-დან 6000 კილოგს იწონიდა. სრულწლოვან მდგომარეობაში იგი თითქმის დაუმარცხებელი იყო, თუმცა ნეანდერტალელები მაინც ახერხებდნენ მის მონადირებას. მამონტების ნაშთები ასევე აღმოჩენილია ჯერსის ტერიტორიაზე, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ვარაუდს კლდიდან გადაგდებით ნადირობის შესახებ. უფრო ძლიერი მტკიცებულება მოდის ბელგიაში მდებარე სპის მღვიმიდან, სადაც აღმოჩენილია მრავალი ახალგაზრდა მამონტის თავის ქალა. ეს მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები მიზანმიმართულად ნადირობდნენ მოზარდ ინდივიდებზე, რათა მიეღოთ მათი ტვინი, საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და აუცილებელი გრძელი ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავებით. ვინაიდან ნეანდერტალელებს ნაკლებად ეფექტურად შეეძლოთ ამ ნივთიერებების დამოუკიდებლად გამომუშავება, მამონტის ტვინის მოხმარება შესაძლოა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათი საკუთარი ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. მოზარდ მამონტებს, ისევე როგორც თრევანდელ სპილოს, სავარაუდოდ არ ჰქონდათ ადამიანების მიმართ თანდაყოლილი შიში და შესაძლოა მათთან გარკვეული ემოციური კავშირიც კი ჩამოეყალიბებინათ. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი შინაურ ცხოველებად ჰყავდათ. ნეანდერტალელთა მრავალ ძეგლზე, მათ შორის კრიპინასა და ბიზავიაში, აღმოჩენილია მამონტის ნაშთები, რომლებიც აშკარად დამუშავებულია. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ნეანდერტალელები შეძლებდნენ არამხოლოდ ახალგაზრდა, არამედ ზრდასრული პრობოციდების ნადირობასაც. ამის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია ფალეოლოქსოდონ ანტიკოს, პლიოსტოცენის ეპოქის გიგანტური ევრაზიული პრობოციდი. იგი ძირითადად ზომიერ კლიმატურ ზონებში ცხოვრობდა და 3 მეტრს აღწევდა, ზოგჯერ კი 4 მეტრამდეც იზრდებოდა. მისი წონა 12 ტონა იყო, რაც მას თანამედროვე აფრიკულ სპილოზე, უფრო მძიმე და ბეწვიან მამონტზე, უფრო დიდ ცხოველად აქცევდა. გერმანიაში ლერინგენის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილია ამ სპილოს ნეკში გაჩრილი ხის შუბი, ასევე ფართო დამუშავების კვალი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ნეანდერტალელებმა მისი კარკასი დაამუშავეს. კიდევ უფრო ძლიერი მტკიცებულება მოდის ნეუმარკ ნორდიდან, სადაც სპილოს ნაშთები ნეანდერტალელთა იარაღებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეანდერტალელებს ჰქონდათ უშუალო ცდომა ახალ კარკასებზე და სავარაუდოდ მიზანმიმართულად ირჩევდნენ ხანდაზმულ მარტო მცხოვრებ მამრებს ტბების სიახლოვეს, რათა მათი გაქცევის შანსი შეემცირებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ხის შუბებით ასეთი გიგანტური ცხოველების ნადირობა ნაკლებად რეალისტურად ჟღერს, ისტორიული მაგალითები ადასტურებს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ნადავლი უზარმაზარ საკვებ რესურსს წარმოადგენდა. ერთ სპილოს შეეძლო 2500-მდე დღიური ულუფის უზრუნველყოფა, რაც მიუთითებს, რომ ნეანდერტალელებს ჰქონდათ მეთოდები ამ რაოდენობის ხორცის გამოყენებისა და შენახვისთვის. თბილ პერიოდებში ჰიპოპოტამები გავრცელებული იყვნენ სამხრეთ ევროპასა და აზიაში. ამ რეგიონებში 3 სახეობა ცხოვრობდა, რომლებიც ხშირად თანამედროვე ჰიპოპოტამებზე უფრო დიდები იყვნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჰიპოპოტამუს მაჯორ, რომლის წონა 3500 კილოგრამს აღწევდა. ჰექსაპროტოდონ, დიდი საჭველი კბილით, განსაკუთრებით შემზარავ იერს ატარებდა. მათი არეალი ნეანდერტალელების საცხოვრებელ ზონებს ემთხვეოდა, რაც შეხვედრებს საკმაოდ სავარაუდოს ხდიდა, თუმცა პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. ნეანდერტალელები ტერიტორიას აქლემებთანაც იზიარებდნენ. პლიოსტოცენის პერიოდში ისეთი სახეობები, როგორიც იყო Camelus nobloki, 1000 კილოგრამამდე იწონიდა. სავარაუდოდ აქლემები მათთვის ჩვეულებრივი ნადავლი იყო. ნეანდერტალელები შესაძლოა გიგანტურ წავრებსაც შეხვედროდნენ, მათ შორის სარდინიულ წავრს, ერთ-ერთ ყველაზე დიდს ისტორიაში, რომლის სიგრძე 3 მეტრს აღწევდა და წონა დაახლოებით 50 კილოგრამი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელების ყოფნის მტკიცებულება სარდინიასა და კორსიკაზე არ მოიპოვება, ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებში მცხოვრები წავრები მათთან შეხვედრას ნამდვილად განიცდიდნენ. ნეანდერტალელთა სამყარო იყო ველური ლანდშაფტი, სავსე დღეს უკვე გადაშენებული მეგაფაუნით, მამონტებიდან და გიგანტური სპილოებიდან დაწყებული מחვილ კბილა მტაცებლებით დამთავრებული. ეს ცხოველები განსაზღვროდნენ ნეანდერტალელთა ცხოვრებას, აყალიბებდნენ მათ იარაღებს, თავშესაფრებსა და გადარჩენის სტრატეგიებს და წარმოადგენდნენ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავს.